საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2014 წლის საქმიანობა შეაჯამა. გასულ წელს 19 ნაგავსაყრელი კეთილმოეწყო, 29 პოლიგონის მშენებლობა კი დასრულდა. შეხვედრაზე მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო 2014 წელი ამ კუთხით. მყარი ნარჩენების კომპანიამ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 რეგიონული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა, ასევე განხორციელდა შემოღობის ღონისძიებები 29 პოლიგონზე, შეძენილი იქნა სპეციალური ტექნიკა, რომელიც აუცილებელი არის ამ პოლიგონების ოპერირებისთვის. 2015 წელს იგეგმება რიგი ნაგავსაყრელების უკვე ევროსტანდარტებით დახურვა, ასევე გაგრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები და ვიწყებთ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომელიც გულისხმობს რეგიონული ახალი საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის აშენებას. ქუთაისში იკეთება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი, რომელიც დაგეგმილია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა KfW-სთან ერთად. მთლიანად ეს პროექტი ახლო მომავალში მოემსახურება არა მარტო ქუთაისს, არამედ მთლიანად ქუთაისის შემოგარენს.